მოგესალმებით. დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა. ხმას ვაძლევთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც ყველაზე მეტად, ყველაზე უშუალოდ და ყველაზე ცხადად ექვემდებარებიან თქვენს ცნებას, პასუხობენ თითოეული თქვენგანი საჭიროებებს და ასახავენ თქვენს პოლიტიკურ ღირებულებებს. არჩევნები ყველგან მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. არჩევნებს აკვირდება 56 საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებელო ორგანიზაციის 8000 დამკვირვებელი, 73 მედია საშუალების 1000-მდე ჟურნალისტი აკრედიტებულია არჩევნების გასაშუქებლად. 10 საათის მდგომარეობით ხმა უკვე მისცა 275,948 ამომრჩეველმა, რაც წარმოადგენს ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 7,95%, რაც როგორც წინა სამ თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე იმაზე მაღალი აქტივობა, ვიდრე 2021 წლის რეფერენდუმად გამოცხადებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იყო. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მოუწოდო ყველას მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი ნება, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი. ერთ საკითხს მინდა გავამახვილო ყურადღება. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ფეიქ მედია ცდილობს ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით ისეთი სურათი დადგას, თითქოს ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევა. ეს სრულ ნარატივი ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია გაშიფრული აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, მათთან კომუნიკაცია და პარტიის მხარდაჭერთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობის გათვალისწინებული საქმიანობა. ასე რომ მივმართავ ფეიქ მედიას შეეშვას უკვე გაცვეთილი ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო ქართული ოცნების ყველა წარმომადგენელს მივმართავ უზრუნველყონ ჩვენი მხარდამჭერების სრული მობილიზება და არჩევნებში მონაწილეობა. აქვე წარმოგიდგეთ ამონარიდებს საქართველოს კონსტიტუციიდან, ორგანული კანონიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და საარჩევნო კოდექსიდან, რომლითაც გარანტირებულია, რომ პარტიებმა არჩევნებამდე თავისი მხარდამჭერების, მათ შორის მხარდამჭერების სიებზე იმუშაონ და შეადგინონ, ხოლო არჩევნების დღეს უზრუნველყონ მათი მონაწილეობა არჩევნებში და იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ნარატივი ერთხელ და სამუდაოდ ამ ბრიფინგით დასრულდება ფეიქ მედიაში. ამავე დროს ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა, კერძოდ გურიაში, ოზურგეთის 20 უბანზე, ამ საარჩევნო უბანზე ოპოზიციიდან გადასატან ყუთს არ მიხვებიან ლელოს მიერ დანიშნული კომისიის წევრები, ბათუმის მეხუთე უბანზე ნაციონალ მოძრაობის მხარდაჭერი პირი უბანზე მეორედ იმყოფებოდა, არტოვებდა უბანს, რის გამოც საჭირო გახდა მათ შორის პოლიციის ჩართვით მისი გაძევება უბნიდან. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატია არა მარტო პრივილეგიაა, არამედ მოვალეობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები და მხოლოდ არჩევნები გამოხატავს ხალხის ნებას და ყოველგვარი სხვა ალტერნატივა და პრეტენზია ხალხის სახელით საუბარზე მხოლოდ სპეკულაცია და უზნეობაა. ტრაგიკულია, რომ სწორედ ამ გზას დაადგა რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაკარგა ხალხის მხარდაჭერის ბოლო იმედი და არაკონსტიტუციური ნაბიჯების იმედადღა დარჩა, როგორც წყალწაღებული, რომელიც უკანასკენ ხავს ეჭიდება. თუმცა დღეს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან თავის სათქმელს იტყვის და ყველა წყალწაღებულ რადიკალს ისტორიის მდინარეს გაატანს. ამაშია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მთელი სიძლიერე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ არჩევნებში მონაწილეობისთვის და აქტიურობისაკენ მოგიწოდოთ. დღეს საქართველოს ყველანი არჩევნებზე ჭირდებით. მადლობა. მოგესალმებით ბატონ შალვა. ერთი კითხვა მექნება, ლელოში გაიმართა უკვე ბრიფინგი, ისინი საუბრობენ, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დარღვევებით, კერძოდ ამბობენ, რომ მაგალითად თბილისში ერთ-ერთ ორ უბანზე დაფიქსირდა ორ-ორი ბიულეტინის გაცემა და ამბობენ, რომ კარუსელი დატრიალდაო. ასეთი ცნობა თუ არის შემოსული მართლ პარტიაში თქვენი დამკვირვებლების მხრიდან, თუ იყო რეალურად ასეთი შემთხვევა? არა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი რომ ამ ცრუ ნარატივებს შეეშვას ყველა, ლელო განსაკუთრებით ახლა ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ დაზაფროს გარკვეულად სიტუაცია, თუმცა არაფერი არ გამოზის და პირიქით, მე ვთქვი, ის დარღვევა, რაც ლელოს მხრიდან არის, ოზურგეთში არ გაყვნენ გადასატანყოც და მეორე, რაზეც ჩვენ აუცილებლად საჩივარს შევიტანთ, იცით, რომ ლელომ განათავსა კამერები თბილისის უბნებში და როგორც ირკვევა, ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია,
რაც არის დარღვევა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავწერთ აუცილებლად საჩივარს, რომ ისინი იწერენ, როგორც ჩანს, სურთ ხმის ჩაწერა, ყოველ შემთხვევაში ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია. ასე რომ სხვა მხრივ ვინმე თუ რაიმე მათ შორის ერთ-ერთ უბანზე იყო ლელოს წარმომადგენლის მხრიდან საჩივარს წერდა თითქოს გაჟონასთან დაკავშირებით, თუმცა ისე რომ არანაირი მტკიცებულება არ ქონდა, ესეც დავაფიქსირეთ. თუ შეიძლება თქვენ საუბრობთ რომ ამ მომრჩევლის მობილიზება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საქმიანობა ისევ ლელო ამტკიცებს რომ ბათუმში და თბილისში მაგალითად მუხიანში მანქანები დგას ქართული ოცნების წარმომადგენლები ქართული ოცნების წარმომადგენლები თითქოს ფულს ურიგებენ ამ მომრჩეველს. ესეც გაცვეთილი სრულ ნარატივი არის წინ არჩევნებიდანაც გვახსოვს ჩვენ ეს რომ ამგვარი სრულ ნარატივი რომელსაც აწევდნენ და შემდეგ მალევე ირკვეოდა რომ იყო ცრუ იმ მხრივ რომ ეხლა ვიღაცამ შეიძლება ვიღაცას რაღაც ფული გადასცეს მიაწოდოს, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ყოფით ურთიერთობის დონეზე და არაფერი კავშირი ამას არ ქონდეს არჩევნებთან. გვახსოვს მაშინ მეუღლემ ქმარმა თავის ცოლს რომ მისცა თანხა და ეს უნდათ შეესაღებინათ ქართული საზოგადოებისთვის თითქოს ამომრჩევლის მოსყიდვა ხდებოდა. იმედია არავინ იფიქრებს იმაზე რომ ქმრები ცოლების მოსყიდვას ფიქრობენ არჩევნების დღეს. რაც შეეხება ოპოზიციის ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობის დღევანდელ გეგმას, ხომ ისინი აპირებენ აქციის გამართვას და აქვს საკუთარი გეგმა. ამ გეგმას როგორ უყურებთ თქვენ? დღეს რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს ის მომენტი რომ ოფიციალურად ემიჯნებიან დემოკრატიას რამდენიმე პარტია და NGO-ები, ამავე დროს ეს არის სასარგებლო პროცესიც ჩვენი დემოკრატიისთვის, ვინაიდან ხდება სრულად წითელი ხაზის გავლება საქართველოს პატრიოტებს, დემოკრატებს ერთის მხრივ, რომლებიც თავისი არჩევანით აფიქსირებენ საკუთარ ნებას და მეორეს მხრივ რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ ჯგუფებს, პარტიებს თუ NGO-ებს შორის. დღევანდელი დღის შემდეგ ის პარტიები, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს და ცდილობენ არჩევნები ჩაშალონ, დღევანდელი დღის შემდეგ ყველა დეფინიციით არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომელიც მათ ამ ქმედებას არ უწოდებს ექსტრემიზმს. ასე რომ დღევანდელი დღის შემდეგ ნაციონალ მოძრაობა, ახალი, სხვა ეს პარტიები, რომლებიც ცდილობენ არჩევნების ჩასვლა, იქნებენ ექსტრემისტი პარტიები და ის NGO-ები, რომლებიც ასევე არ მონაწილეობენ არჩევნებზე და მოუწოდებენ არჩევნების ჩასვლიდან, იქნებიან ექსტრემისტი NGO-ები. შესაბამისად იქნება ჩვენი დამოკიდებულება და ქართული ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ, როგორც ექსტრემისტების მიმართ და ასეთივე დამოკიდებულება იქნება ქართულ ხალხს იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელიც შეეცდებიან მათ დაფინანსებას, ისინი ჩაითვლებიან ექსტრემიზმის დამფინანსებლად ყველა კრიტერიუმით. არ არსებობს ქვეყანა, რომლითაც ასეთი ქმედება არ შეითვლებოდა ექსტრემიზმად, ასე რომ ეს არის სასარგებლო პროცესი ჩვენი დემოკრატიისთვის, როდესაც ექსტრემისტებს თავისი მარგინალური კუთხე მიეჩნევება. რაც შეეხება მეორე ნაწილს დაანონსებულ ძალადობას, ჩვენ ვაკვირდებით როგორ იქნება პროცესი. დიდი იმედგაცრუება არის, რომ ჩვენ ვიხილეთ ევროკომისიის პრესპიკერის მხრიდან დაანონსებული ძალადობრივი აქციის მიმართ მხარდაჭერა და მე მინდა კიდე ერთხელ ხაზი გაუსვა. მოხდება ერთი ფაქტი ძალადობისაც აქციის მონაწილეების მხრიდან, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი პრესპიკერის სახით, ასე რომ რა თქმა უნდა მათ მიმართაც პოლიტიკური კითხვები გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მშვიდობიანი მიტინგის უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის გარანტირებული არის, არავის არ ურჩევ რომ ძალადობის ერთ ფაქტსაც კი მიმართონ ამ მიტინგის დროს. რა იქნება ხვალიდან? ბუნებრივი ვასწრებ მოვლენებს და არ ვიცით დღეს რა იქნება დღეს ბოლომდე, მაგრამ აი თქვენ თქვით რომ 4 წლიანი ციკლი სრულდება, 2028 წლამდე მანდატი ექნება ქართულ ოცნებასთან, უნდა გააკეთოს ის საქმეები, რაც უნდა რომ ქვეყნისთვის გააკეთოს, მაგრამ აი ხვალიდან რა იქნება? ჩვენ ამას გეკითხებით, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წინა არჩევნების შემდეგ ყოველთვის იყო რომ არჩევნები გააყალბდა, არალეგიტიმურია ხელისუფლება და იგივე
მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ თუ შეიძლება საქართველოში პოლიტიკა რაღაცით შეიცვალოს, ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაღაცა სიახლოვეს. როცა გვყავს ექსტრემისტები, რა თქმა უნდა, ექსტრემისტებს არაფერი არ ეშველებათ, ექსტრემიზმის ბუნება არის ის, რომ ისინი დემოკრატიის მტრები არიან და სწორედ ამიტომაც არის, რომ საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასმის შესაბამისად ჩვენ მუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე ექსტრემისტული პარტიების არაკონსტიტუციურ ცნობასთან დაკავშირებით. ექსტრემიზმს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შევეწინააღმდეგებით ტკბილი სიტყვით, საჭირო არის საკანონმდებლო ის ინსტრუმენტების გამოყენება, რომლითაც ყველა ქვეყანაში ებრძვიან ექსტრემიზმს. შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან გერმანიაში გაუქმდა ექსტრემისტული ორგანიზაცია, შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში პარტიებს საუქმებენ, იცით რომ მოლდოვაში ახლახანს გაუქმდა კვლავ ერთი პარტია, ასე რომ სახელმწიფო რა თქმა უნდა ზრუნავს საკუთარი სწორედ ეს არის თავდაცვის უნარიანი დემოკრატია. ამ ტერმინის მნიშვნელობა, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას ანტიდემოკრატებისგან და დემოკრატიის მტრებისგან. ასე რომ ექსტრემისტებს არაფერი არ ეშველებათ, გარდა იმისა, რომ მათ თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის ფარგლებში შესაბამისი კანონის მიერი პასუხი უნდა გაეცეთ. რაც შეეხება მათ, ვისაც სრულ იმედები ჰქონდა, რომ საქართველოს მარიონეტულ სახელმწიფოდ იქცეოდა, მათ დღეს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაანახებენ, სად არის ქართველი ხალხის ნება და აქ ეს იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი, მათ შორის ბრიუსელისთვის, რომ ნახოთ, ისინი აღიარებენ ერთგული არიან თუ არა ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ხალხის სახალხო ლეგიტიმაციას და ხალხის ნების პრიმატს, თუ ჩარჩებიან იმ პოლიტიკურ ინტრიგაში, რომელსაც ჩვენ ხედავდით შარშან არჩევნების შემდეგ და მანამდეც, როდესაც ხედავდით, რომ ზოგიერთ ბრიუსელში უნდოდა საკუთარი მარიონეტული რაღაც წარმომადგენლების ხილვა საქართველოს ხელისუფლებაში. გახსოვთ თქვენ, რომ შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც, მათ შორის თუ ელჩი პირდაპირ ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში და როცა ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, ოპოზიცია ამ ელჩებმაც და უცხომა პოლიტიკოსებმაც თავი დამარცხებულად იგრძნეს და ცდილობდნენ შემდეგ რაღაც სრულ რეალობის შექმნას. მათთვის ეს არის შანსი, რომ დაანახონ ქართულ ხალხს. ჩვენ გვაქვს საქმე 21 საუკუნის ევროპასთან, თუ 100 წლის წინანდელ ევროპასთან და დაგვალახონ, რომ დემოკრატია ეს არის ღირებულება და არა ლიტონის სიტყვები. მადლობა.